საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ პარადიგმას, მე ამ გადაცემის წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი ვარ. როგორც ყოველთვის, ყოველ სამშაბათს ჩვენი თანაწამყვანი, ჩემი თანაწამყვანი და ასევე მუდმივი სტუმარი გახლავთ გენერალ-ლეიტენანტი ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი. საღამო მშვიდობის ბატონო გურამ. სალამი. მოკლედ ეკრანზე მითითებულ მისამართებზე, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა Telegram არხზე შეგიძლიათ მარტივად მოგძებნოთ. სწორედ აი ეს არის ჩვენი მისამართები სოციალურ ქსელში, ინტერნეტში და რაც შეეხება QR კოდს მარტივად მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ მარტივად თქვენი მობილური თან гаджеტი თან რითიც სარგებლობთ დაანათოთ ეკრანს და ძალიან მარტივად მოგძებნით ჩვენ დღევანდელ გადაცემას და ზოგადად სოლიდარობის სტუდიიდან მიმდინარე ყველა გადაცემას, რომელიც TV4-ის ეთერში გადაიცემა. და კიდევ ერთი ბატონ გურამთან ერთად მე დღეს კი მქონდა პირველი ეთერი, თქვა შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ბატონ გურამთან ერთად წელს ჩვენ პირველად ხვდებით ერთმანეთს. დაემთხვა რომ კალანდობა, რაღაცა გურია ჩვენთვის ახლო მხარეა. მე ვამბობ ხოლმე, მე მგონი თქვენს ასე ფიქრობთ, მაგრამ ნუ რაღაცა მიხარია რომ კალანდობა მაინც გურულებისაა. როგორც მშვიდობის აღირძელო, საქართველოსია, მაგრამ ყველა სრულიად საქართველოს თქვენს ბატონო გურამ გილოცავთ. შობა ახალ წელს, კალანდობას, ძველით ახალ წელს, აი ამ ლამაზ დღესასწაულს და სრულიად საქართველოს თქვენთან ერთად მინდა მიულოცო და ვისარგებლებ ყველა სამხედროს, ყველა ვეტერანს, ყველა ოჯახს. ვინც მე თქვენგან მყავს გაცნობილი, თქვენგან ვიცით და ზოგადად ვინც ეხლაც ემსახურება თავის ქვეყანას, ჩემი ძმისშვილი გამიხარდა რომ მოაშკაცესი ბიჭია, ახალგაზრდა კაცია, წავიდა ჯარში და დიახ და მიხარია პირველი კომუნიკაცია რომ მქონდა, მითხრა რომ ეხლა აღარ მცალია, აღარ დამირეკაო და რაღაც შესაბამისად მოკლედ ყველა სამხედროს, ყველა ადამიანს ვინც ემსახურება თავის ქვეყანას, თქვენთან ერთად ულოცავ ამ დღესასწაულს და მოგესალმებით, მოკლედ თქვენს მოგცემთ საშუალებას რომ მიესალმოთ და დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. მივესალმები საქართველოს, სრულიად საქართველოს მივესალმები და მართლაც აი გურულების კალანდობა და გურულების სიტყვა მშვიდობა. მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ. ყველა ოჯახში იყოს და საქართველოს წელს 25 წელი, 2025 წელი ყოფილიყოს ის გადამტეხი, გარდამავალი წელი, სადაც საქართველოს დაძლევს ყველა სიზნელებს და ჩვენ მივახსოვთ იმას, რისი მიღწევასაც ჩვენ აი 30 წელს მეტია ვცდილობთ და მგონი უკვე იმ გზაზე ვდგევართ, რომ მისაღწევით და მიღწევადია ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ოღონდ ეს საქართველოს უნდა გვინდოდეს. უპირველეს ყოვლისა გავერთიანდეთ ერთიან საქართველოს და მაშინ გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება. ბატონო გურამ, ძალიან საინტერესო წელი დაიწყო, გარდა იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა უსურვებთ სიკეთე მშვიდობას თან მსოფლიოს და რა თქმა უნდა საქართველოს. ძალიან საინტერესო წელი დაიწყო. მე მაინც შევეცდები რომ ზოგადად მიმოვიხილოთ ეს წელი. ძალიან საინტერესო პროცესები არის იქით კონტინენტზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის მოსვლით, ინაუგურაციით ბუნებრივია, არც ნაკლებია ევროკავშირში, აქეთაც რადიკალურად თუ არა უკვე იცვლება საკმაოდ პოლიტიკური გეოგრაფია, ლანდშაფტი, ასე ვთქვათ, მაინც უკვე თითქოს და ლიბერალიზმის კრიზისი არის, უკვე იქაც იგრძნობა, მემარცხენე კონსერვატორი ძალები, ტრადიციული ძალები მოდიან ოპოზიციაშიც იქ, თუმცა არის ძალიან ბევრი წინაღობა, მართლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ანალიზით ხშირად თქვენ ამბობდით ამას, რომ ამერიკა თითქოს და უნდა წავიდეს და სხვა სტუმრებიც, რომლებიც ჩვენთან არიან, უბრალოდ თქვენ როცა გიწევდათ სამხედრო კუთხით საუბარი ამ თემაზე, ან და იმ თქვათ იმ დიდ ჰეგემონიაზე, რაც ამერიკის თავის ქვეყნის განვითარებისთვის და პირადად ჩვენ ახლა ვერც ჩავერევით, მით უმეტეს ჩვენ არ გვინდა ხოლმე რომ ჩაერიონ, მაგრამ ეს უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც 280 წელი აქვს თავის ისტორია, მაგრამ ეს ქვეყანა აი ესეთი ახალი სახელმწიფო, საკმაოდ ისეთ დიდი ამბიციები აქვს. ძალიან ბევრი ცვლილებები არის, ნათელია ეს ამას და მაგრამ მოდი დავიწყოთ მაინც, რადგან ჩვენ მაინც ჩვენ ქვეყანაზე ვართ ორიენტირებული და ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში. დავიწყოთ ჩვენი ქვეყნიდან, იმიტომ რომ 25 წელი დიდი გამოწვევების წელია, ფაქტია. ხელისუფლებისთვის, ოპოზიციას არ ვლაპარაკობ, იმ ოპოზიციას, რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიცია ქვია და რომელიც არ ვიცი, როგორ შეიძლება რამე ითქვას საერთოდ, მაგრამ მოგწონს არ მოგწონს, ჩვენ უჭერთ მხარს, არ უჭერთ მხარს
ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება დღეს, რომელმაც რავი ღმერთის არ ვიცი, ღმერთის და საზოგადოების დახმარებით, რავი ის მშვიდობა აუცილებელი მშვიდობა შენარჩუნებულა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე აქ ყველაფერი შეიძლება ესე ითქვას, ფეხი-ფეხზე გადასადები არ აქვს. ამას ადევნებს თვალყურს ამერიკის შეერთებული შტატები, ადევნებს უზარმაზარი მეზობელი ქვეყანა რუსეთი ამას ყველაფერს თვალყურს. ნუ დავმალავთ რომ ჩვენი ქვეყნისნაირი ბედი და საერთოდ პატარა ქვეყნების ბედი დიდი ქვეყნები წვითავენ, დიდი გეოპოლიტიკის მოთამაშეები ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ფეხი-ფეხზე გადავიდოთ, ან და ყველაფერს უფლება მივცეთ, ან რამეზე არ ვისაუბროთ, არ ვივაჭროთ ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ შიგნიდან, აი პროცესები რომელიც მიდის, ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და თქვენ როგორც სამხედრო პირს შეიძლება ასე ვთქვათ, ადამიანს რომელსაც, რავი, ყველაზე მეტი მაინც თქვენი პროფესიისთვის გინდათ, კი? ზოგადადაც და ისეც. აი, როგორ შეხედავთ ამ პროცესს, დღეს შიგნით რაც ხდება, რამდენად ჩვენ ვემზადებით, ვფიქრობთ იმაზე, რა უნდა იმ დიდ ქვეყნებს, ან რა როცა დასხდებიან სალაპარაკოდ და ეს უკვე ნათელია რომ მაგერ ტრამპი და პუტინი ძალიან მალე პირველივე ინაუგურაციამდე მათ უკვე გააჟღერეს რომ რა ვიცი რამის თითქმის რამდენჯერ შეხვდნენ მაგრამ ნუ ოფიციალურ შეხვედრა იქნება ორივე პრეზიდენტმა გააჟღერა აქეთ აღმოსავლეთია იქით დასავლეთია რუსეთი თავის ინტერესებს ბუნებრივი ამერიკის შეთავაზი ჩინეთი თავის ინტერესებს როგორ ფიქრობთ ჩვენზე სანამ საუბარი შედგება, ჩვენთან რა ხდება, აი ეს ვითარება მიცემს ამ დიდ ქვეყნებს, ამ დიდ გეოპოლიტიკოს თავარ აქტორებს, რომ თქვა დაიწყონ რაღაცა პატარა საცეცეები მაინც არსებობს, რომ სოფლიო გადანაწილებაში ჩვენ რაღაცა ჩვენი ძალიან ისეთი ადგილი გქონდეს და ყველაზე მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა. ძალიან რთული საკითხია და საქართველოს ძალიან რთულ მდგომარეობაში არის დღეს. უპირველეს ყოვლისა ის რომ საქართველოს საერთოდ გეოპოლიტიკური სივრცეც რთული არის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე შავი ზღვის აუზზე და ის დამოკიდებულება რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არის და აქედან გამომდინარე დასავლეთი რუსეთი აღმოსავლეთი ჩინეთი ძალიან დიდი და ისეთი მოთამაშე არის მაგრამ ჩვენს ირგვლივ თურქეთი ირანი რუსეთი თუნდაც სომხეთი და აზერბაიჯანი ესენიც მოთამაშეები არიან სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მათი მოთხოვნა ამ სივრცის დაძაბულობები რაც არის ამ სივრცის საომარი დაძაბულობები რაც არის აი ნებისმიერ დროს შეიძლება როდესაც გახდეს საომარი მდგომარეობა აქედან გამომდინარე საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ყველა საკითხში ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა მაგალითად ის რომელიც დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ის დამოკიდებულება რომელიც ჩრდილოეთ მეზობელთან გვაქვს რუსეთთან ამ ორი იმიდან ესე იგი არჩევა რომელიმეს არჩევა ეს არის უკვე რომ მიმხრობილი იქნები ერთ მხარესთან და მესამე საწინააღმდეგოდ ესე იგი ორი ერთად და საწინააღმდეგოდ რუსეთთან იქნები მიმხრობილი ზუსტად იგივე არის ესე იგი დასავლეთის საწინააღმდეგოდ ამიტომ საქართველოს მდგომარეობა ძალიან რთულია და ერთი რამ რაც იყო გაკეთებული 2022 წელს უბრალოდ მაშინ რომ დაიწყო როდესაც საქართველოსგან დასავლეთის ქვეყნები ითხოვდნენ აი იმ ხელშეკრულების შესრულებას რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოეწერა ევროკავშირის მიერ ანონსირებულ ხელშეკრულებას, სადაც ხელი მოაწერეს უკრაინამ, მოლდოვეთმა და საქართველომ, რომ ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს უკრაინა, მოლდოვეთი, საქართველო შავი ზღვის აკვატორიაში დავიცავდით. და რასაც უკრაინა ითხოვდა, რომ საქართველო ჩართულიყო რუსეთის საწინააღმდეგო საბრძოლო მოქმედებებში, რადგან ეს ხელშეკრულება იყო დადებული, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულების არსი მე დღესაც ვერ გავიგე, რაში ერთიანდებოდნენ ესენი. უბრალოდ, აი, შავი ზღვის უსაფრთხოება. რა უნდა გააკეთებინა? ორი კატარღა რო ყავს ჩვენს ის ქვია სასაზღვრო დაცვის კატარღები, ისინი გადაწყვეტდნენ რაღაცა საკითხს იქ, ხო ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ. ან და მოლდოვას რომელსაც საერთოდ არ ყავს შავ ზღვაში არაფერი. არ ყავს შავ ზღვასთან კავშირიც არ აქვს. ერთი პატარა სრუტეა გასასვლელი და იქ ერთი ნავის არეტევა იმაში რომ შევიდეს მოლდოვეთში. მე არის ლაპარაკი ამ დნესტრის შესართავთან აი მეტი არ აქვს იმას არაფერი და უკრაინა ასე მდგომარეობაში არის.
ჩვენ ესე იგი უნდა დამდგარიყავით უკრაინის მხარეს და ჩართულიყავით საბრძოლო მოქმედებებში. მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ნაწევრებული არის აფხაზეთის პრობლემა, სამაჩაბლოს პრობლემა და ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაგვეწყო აი ამ როგორც ბენ ხოჯერსი ამბობდა გენერალ-ლეიტენანტი ყოფილი ჯარების სარდალი ნატოს ევროპაში. რომ თქვენო ჩაერთვებითო და ამ დროს რუსეთს არ ექნება ის ძალებიო და ჩვენ რა ძალები გვქონდა. 58 არმიაში ყოველთვის არის 3 და ზოგჯერ 4 კომპლექტი, იმიტომ რომ ის სამხრეთ ოლქში, რომელიც ბრძოლობს იმასთან, რა ქვია, უკრაინასთან, იმას ცulis ის ერთი რო იქ ომობს, მეორე ცulis ის მოდის ემზადება და აი ესე 3 აქვს შემცვლელი როგორც მინიმუმი. ის ჯარები იცვლება იქ. მაგრამ ის ჯარები არ ეყოლებოდა და ის არაკეტო ჯარები არ ეყოლებოდა, რომელიც იქ აღავს და მე შეგეწყვი ვერ მისვდებიან და 2008 წელს ვერ გამოიყენეს თუ რა გახდა ასეთი. ამიტომ აი ასეთი მიდგომა აი დასავლეთმა რომელსაც ხალი დაუჭერა და ითხოვდა ჩვენსგან. და საქართველოს როდესაც ვარისხო, ესე იგი არ ჩაჯდა იმათ კონცეფციაში. და თუმცა შესანიშნავად იცოდა დასავლეთმაც, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველოს რო ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში, საქართველოში ესე იგი 3 დღეში რუსეთის ჯარი აიღებდა მთელ საქართველოს, ამიტომ ამერიკის მხრიდან აი ასეთი ზეწოლა, გარდა ზელენსკის მხრიდან და გენერალური შტაბის და კულებას მხრიდან, რომელიც ამას ითხოვდნენ, თავის ელჩიც კი გაიწვია აქედან. და რითი უნდა დახმარებოდა, რა ტექნიკით უნდა დახმარებოდა ჩვენ? შეერაღებული ძალები გვყავს 18000 და ეს 18000 არის ერთი დივიზია, ნუ სხვა ჯარების სახეობები რო არ ჩავთვალოთ. და ამ ერთ დივიზიაში 250 ტანკი უნდა იყოს. და ჩვენ სულ 36 ტანკი გვყავს. საბრძოლო მანქანები და ისინი რაც გვყავს, ესე იგი ამ ჩვენ ჯარს ნახევრადაც ისინი არ ყოფნის. და როგორ უნდა ჩართულიყვნენ ესენი საბრძოლო მოქმედებებში? აი ასეთ სიტუაციაში, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში არის და საქართველოს უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუმცა საქართველოს მიიღო მონაწილეობა თითქმის ყველაფერში დაუჭირა მხარი გარდა საქციებისა, რადგან საქართველოს დამოკიდებული არის რუსეთზე და ეს ყველაფერი მე მგონია სენატში და ამერიკის კონგრესმაც და იმათმა ძალიან კარგად გაიგეს და ევროპამაც აუხსნეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიარსებოთ თუ არ გვექნება ეს დამოკიდებულება. მაგრამ დღეს ეს საკითხი ჩვენ გახსოვთ მაშინ ჩვენი ომის პარტიები და ისინი რომელიც ითხოვდნენ შეკრიბეს კიდეც პირადი შემადგენლობა, ელისაშვილები და კიდევ ვიღაცები, ოქროაშვილები და ისინი ჩასული იყვნენ იქ და ჩვენ მივიღეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. ნუ მე როგორ ვფიქრობ, თუ სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილი არ აქვს და ეს ადამიანები იქ მიდის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. როგორ მიდიხარ იქ და ვიღაცა უნდა მოკლა. დაქირავებული ხარ, ვინ ხარ, რა მიზეზით მიდიხარ იქ. მაგრამ ნუ დასავლეთის მიერ აი ის მაგათი აი ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საქართველოს მაგათ ქართველები საქართველოში არაფრად არ ენახვლება. ჩვენ გვჭირდებით მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მათ თავისი ამოცანები აქვს შესასრულებელი და ჩვენ მოწინააღმდეგე მხარესთან უნდა დავდგეთ მათ მხარეს და დაუპირისპირდეთ მათ. და თამას ეს პირველ ზოლზე. პირველ ზოლზე ვართ რუსეთთან და ჩვენ რუსეთთან დაწყებული 92 წლიდან უკვე ბევრი რაღაცა უკვე ვიცით. ამ ყველა ომში პირადად მე ვარ მონაწილე ამ ომში და აფხაზეთის ომში და ძალიან კარგად ვიცი გენშტაბის უფროსი ვიყავ. იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. მაშინ რომ დააწყებინეს, არავინ რა დაგვეხმარა ჩვენ. საქართველოს მხარეს არც ერთი ჯარისკაცი არ არის დაღუპული ამ ომში. და საქართველოს უკვე ქართველები 200-მდე არის, ნუ სხვადასხვა ზოგი უკრაინის მოქალაქე, ზოგი რუსეთის მოქალაქე, მაგრამ ქართველი ამ ომში, რომელიც ეს მისი ომი არ არის საერთოდ. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ აი ეს დამოკიდებულება, რომელსაც ესე იგი საქართველოში დღეს საზოგადოება გაიყო და გაიყო იმაზე, რომ საერთოდ გაუგებარი მიზეზით იმაზე, რა ქვია, შეიძლება იყო კიდეს ეს გაყალბებაში, მაგრამ ვერცად ვერ ამტკიცებს ვერაფერს. უბრალოდ გაყალბებული იყო და მეტი არაფერი 54% რომელიც ოცნებამ აიღო და ოცნებამ ჩამოაყალიბა თავისი პარლამენტი, შეიყვანა პარლამენტში თავისი მთავრობა ჩამოაყალიბა და პრეზიდენტის კი აირჩიეს.
მე რომ მკითხოთ ახლა მე ვერ ვეთანხმები ამ მოცნებისგან გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და მე და თქვენ რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კი ბატონო არჩევნები და ისინი გაკეთებულია მაგრამ უკმაყოფილო ძალიან ბევრი დარჩა თუნდაც იმ არჩევნითი პარლამენტში ვინც იყო შეყვანილი იქ 158 კაცის თუ რაღაცა სია იყო დაწერილი პარლამენტში შესასვლელი ნუ 99 შევიდა პარლამენტში მაგრამ აი ამ სიიდან არც ერთი სამხედრო არ იყო არც ერთი განათლებული ისეთი ადამიანები არ იყო რომელსაც ჭკუა მოეკითხება შენ როდესაც ნიშნავ თქვა განათლების მინისტრს ის უბრალოდ ყოველსა სკოლის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო შენ თუ ნიშნავ თავდაცვის მინისტრს ეს უბრალოდ ყოველსა ჯარში უნდა ემსახურა მას და ყოფილიყო გენერალი ან თუნდაც პოლკოვნიკი თუნდაც ვიცე-პოლკოვნიკი არ აქვს მნიშვნელობა ის უნდა ყოფილიყო სამხედრო უნდა ყოფილიყო მას უნდა ესმოდეს რა არის სამხედრო საქმე შენ თუ ნიშნავ ჯანდაცვის მინისტრად ვიღაცა ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ექიმი პროფესიონალი ექიმი და თანაც ცნობილი რადგან ავტორიტეტი ჭირდება ჯარს ჯანდაცვას განათლებას ისეთი ავტორიტეტული ხალხი რომელიც ესე იგი იმ თანამდებობაზე რომ ზის უკვე იმ თანამდებობაზე ის უკვე ავტორიტეტი არის ეს ვერ გაკეთდა არ გაკეთდა ამა გამოიწვია აი ეს დაპირისპირება განსაკუთრებით ეს პარტიების დაპირისპირება აქ არ არის ბატონო ვერა აქ დაპირისპირება უფრო მეტად არის იმ საზოგადოების რომელსაც ბევრი რაღაცა ვერ გაიგო საზოგადოებამ ვერ გაიგო. პოლარიზებული არის საზოგადოება. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პოლარიზებულებაში, ესე იგი, სახელმწიფო ტელევიზიები თუ 2 და 3 არის, იმათი ტელევიზია რამდენი აი ახლაც გამოციშეს, ხო? ტელევიზია, ესე იგი, დაკავებულს ალბათ თქვენ ილაპარაკებთ ამაზე, როგორც ჟურნალისტის იმაზე. მე ასე ვფიქრობ. ლიბერალური ტელევიზია და მედია უფრო მეტად სამწუხაროდ ძლიერია ფინანსურადაც და ხედავთ პროპაგანდას როგორც ეწევა. კი. კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. და ისიც არის, რომ ეს საზოგადოება, რომელიც იკრიბება, მას საწინააღმდეგო საპირწონეთ რა არის? არის აგიტაცია, არის პროპაგანდა, არის დღეს მაგალითად უსმენე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ ჩვენო არ წავალთო, სანამ არჩევნები არ იქნებაო. მეცადინეობებს არ წავალთო. ლექციებს არ დავესწრებ. ხო, არ წავლენ ისინი მეცადინეობას არ მიიღებენ მონაწილეობას იმაში, იმიტომ რომ პოლიტიზირებული ახალგაზრდობა რომელიც უნდა იყოს კი ბატონო, მაგრამ განათლებასთან ამას კავშირი არ აქვს. არ მიდიხარ ესე იგი გააცდინე რაღაცა და ის უნდა რაღაცა თავარი ლექციები ცდება. რა არის ისი 73 უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. 73. ჩემ დროს მე რო დავამთავრე იყო სულ 18. დღეს 73 არის, რომელიც უშვებს იმდენ სპეციალისტს, რომელიც საქართველოს შესამუშავებს საერთოდ ადგილები არ არის. მე ვერასაქმებს. და არავინ არც ერთი უნივერსიტეტი, არც ერთი იგი პასუხისმგებლობას არ იღებს. თავარი არის, რომ შეიტანონ ფული, სწავლის ფული გადაიხადონ, ეს არის ისეთი რაღაცა, სადაც განადგურდა განათლება. განათლების სისტემა დაჯდა ნოლზე. ამიტომ ეს ხალხი ესე იგი დადის თავის რაღაცა ინტერესები რო შეეკითხები ვერ ერკვევა რა უნდა თქვას რა სიტყვის მოთხოვნა მისი გაუგებარია ბევრის და ზოგისთვის სადაც მოთხოვნა არის რაღაცა და ამბობს არჩევნები ჩატარდეს როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მე მაგალითად უფრო მეტად მოვითხოვდი და ვფიქრობდი რომ ეს კარგი იქნებოდა გაეკეთებინათ აი ასეთი რომ კოალიციური მთავრობა ყოფილიყო კოალიციური მთავრობა მოეთხოვათ რომ აი კარგი ეს გაკეთეთ ასეთი რაღაცა ჩვენ შევდივართ პარლამენტში მაგრამ იქ უნდა შეიცვალოს და არ უნდა იყოს პარლამენტის უმრავლესობა რომელიც ნიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ის მართავს 12 წელია მართავს და მე მათი შედეგი ვერ ვნახე მართლა ვერ ვნახე ეს კალაძე რო გამოდის და ამბობს აი აქ ბაღს ავაშენებთ აქ იმას ქარხანა რომელი ააშენეს სამუშაო ადგილი სად უნახეს მათ ხიდი აშენდა ხიდი ისედაც უნდა აშენებულიყო ხიდი რა არის ამაში გამოყენებული და ასე მისი ფულით არ აშენებულა ეს არ არის ის მიდგომა სახელმწიფო მიდგომა სადაც ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს დეინდუსტრიალიზაცია გააკეთეს გაძარცვეს ყველაფერი ისე გადაცვა შეიძლებოდა და ის რომ მოხდეს რაც სახელმწიფოში სამუშაო ადგილებს შექმნის და არ იქნება ეს მასწავლებელი ვაჭარი ექიმი ვაჭარი ყველა ვაჭრობს ყველა დაწეს რაღაცას ხედის რაღაცას ხედულობს მაღაზია გახსნა დუქანი იქ რაღაცას ხედის და არაფერი არ კეთდება საქართველოს არაფერი არ აქვს რასაც ის აწარმოებს და რომელსაც ესე იგი ვინმე
გამოიყენებთ. და შიდა წარმოებაში კიდე აი მოიხმარება. 35 მილიონი ისა ქვია ტონა ნავთობის ისინი არის ზაპასები რა კი ბატონო, მარაგები. და მე არ მინახე რომ რაღაცა გაკეთებული იყო ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ბათუმში დაიხურა რა გაკეთდა მის მაგივრად. ეხლა ისეთი რაღაცა კეთდება ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები რომ ის არის რა ქვია და ჩვენი ბენზინი ამერიკაზე უფრო ძვირია, ევროპაზე უფრო ძვირია. ნუ ახლა აზიაზე და ჩინეთზე და იმაზე არ ვლაპარაკო. რატოა ჩვენი ბენზინი ასეთი ძვირი? და ბაქოდან ასეთი ძვირი მოდი ჩვენთან ძვირად ვყიდულობ ჩვენ ყველაზე ძვირად. ამიტომ რა არის იცი საზოგადოებრივი აზრი აუცილებლად არის ყურადმისაგები აუცილებლად მაგრამ ამისათვის უნდა იმუშაოს მთავრობა ამისათვის უნდა იმუშაოს პარლამენტი რომელსაც არ უნდა რაღაცას ლაპარაკო კი შევხვდები იმას კი შევხვდები ჩვენ შევხვდეთ საზოგადოებას ჩვენ მიგვიწვიოს ერთხელ მაინც ისე საინტერესო ეს კითხვა მქონდა ბატონო გურამ მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება და საერთოდ ქალბატონის სალომე ზურაბაშვილის დამოკიდებულება რა იყო ჯართან ვეტერანებთან და ასე შემდეგ აი ახალი პრეზიდენტის პირობებში და მიხეილ ყაველაშვილი არ ვიცი ხა ნამდვილად არ მინდა და იმედი მაქვს რომ განსხვავდება ბევრ რაღაცეებით იმისგან ვიცდიათ ან იქნება ალბათ იქნება რაღაცა ის რომ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდეთ იმაშია რომ ყაველაშვილს არავითარი უფლებები არ აქვს представительские. კი, მაგრამ ხო შეიძლება შეგხვდეთ და გელაპარაკოთ და წარუდგინოთ რამე მოგიწვიოთ. შეიძლება შევხვდეს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს, როცა რომ მოვთხოვოთ, რასაც მოვთხოვოთ, რა უნდა გააკეთოს. კანონების ეს არ შეუძლია მაგას რო პროვოცირება გააკეთოს, რომელი კანონი შეიტანოს. ეს უნდა გააკეთოს მინისტრთა კაბინეტმა, მინისტრთა კაბინეტში სამინისტროებს შეუძლია და პარლამენტს. მარტო პარლამენტი არა. მაშინ მე გეტყვით კაი რაღაცას. კი ბატონო. ჭკუის დარიგებით კი არა, უბრალოდ ყაველაშვილს უნდა შევხვდეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. პარლამენტის თავმჯდომარე ხო არის უფლებამოსილი რაღაც კანონი. აი, თქვენ რა საკითხებიც რამდენჯერმე მახსოვთ, თქვენ თითქმის ყველა გადაცემაში ამბობთ, რომ ჩამონათვალია კანონების 11 ტერანზე ერთი წარ შეცვლილ. ანუ მაგრამ იქნება და ანუ ვიცი რა არის ეხლა სხვა ვითარება არ ამგონია ეხლა და ღმერთმა დაიპაროს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ახალმა პრეზიდენტმა ძალიან ისე როგორც სამწუხაროდ ისე მოგცევდა ისე მოგიცეს პარლამენტი მესმის არ აქვს უფლებები ბევრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვდით კონკრეტულ საკითხებზე სამხედროების ხო ეყოლება მას წარმომადგენელი ატაშე ვინმე ხო ეყოლება არა როცადოთ ხო იმიტომ რომ რა ვიცი ხა და დავწმუნდებით არის გამკეთებელი თუ არა ბოლო გვეწოდინება მოვალ გადაცემაში ჯანსაღი კრიტიკა იქნება არც დამალავთ იტყვით არ არის გამკეთებელი რო ყოფილიყო პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რომელიც ყველგან სოფლიოში მაკეინი ვინ იყო? სამხედრო. აი, სამხედრო იყო და ამერიკის იმაში იყო. ხო, ვინ არის ის რა ქვია, ამერიკის თავდაცვის მინისტრი, აი ახლა ვოც-რიჩში შეიძლება ისევ სამხედრო. ისევ სამხედროა. ვინ? სამხედროა ხო ყოფილი სამხედრო. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ბოლოს 46 პრეზიდენტიდან 23 იყო გენერალი მონაწილე და ხეიბარი და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. მე რას ვლაპარაკობ? აი ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ყაველაშვილი გააკეთა. ყაველაშვილს არც ფუნქციები აქვს. მხოლოდ და მხოლოდ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი დგება ამ ფუნქციების შესრულებაში თუ დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები. საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და შემდეგ უნდა მიიღოს. ეს არის ისეთი ნუ არ მინდა რაღაც შეურაცხყოფა გავაკეთო. ვიღაც ქვეყნებში არის სისულელი არის თუ ეს ქვეყნებში არის პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი რომელიც ესე იგი მართავს ერთპიროვნული ისინი თუ ასეთი არ გამოდის მაშინ ისეთი უნდა იყოს პრეზიდენტი რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტი იქნება ქვეყანაში აი როგორც შიმონ პერესი იყო მაგალითად ისრაელში მაგრამ იქ ხელა ჩამოყალიბდა ესეთი ისინი და ვინ იყო შიმონ პერესები და ისინი ყველა სამხედროები იყო იქ იქაც სამხედროები, აქაც პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო სამხედრო. მე არ მაქვს ყაველაშვილთან არავითარი საწინააღმდეგო. მე უბრალოდ ლაპარაკობ იმას, რომ მან ხელი უნდა მოაწეროს, რომ მიენიჭოს გენერლის წოდება. ეს ფუნქცია დარჩა. პოლკოვნიკის წოდება ახლა მინისტრი ანიჭებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ყველა როგორც ამერიკაში ლეიტენანტიდან დაწყებული ყველა წოდებებს ანიჭებს პრეზიდენტი. აი ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი წარდგინებას აკეთებენ, ყველას ერთ დროს, თქვა აგვისტოში, ყველას ეწერება ხელი და ანიჭებენ ამ წოდებას. იმიტომ უნდა იყოს მის ყველა წოდებაზე მოწერილი ხელი ყველაზე დიდი პირო ვინ არის პრეზიდენტი. ასეც უნდა იყოს ალბათ. მაგრამ აქ პრეზიდენტს არ აქვს ფუნქციები. უშიშროების საბჭოზე რომ მივიდეს მან თვითონ და დაждდეს, ხო? თქვა უშიშროების საბჭოს, როდესაც დადარებს პრემიერ-მინისტრი. მან ამის უფლება არ დაუშვებენ.
აუცილებლად უნდა გააგზავნოს წერილებითი მოთხოვნა და ისინი თუ დართავენებას ეს წავა. იქ დაждდება. დრაზე უნდა ელაპარაკოს. არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის ბატალიონის მეთაურის დანიშნულში, არის ბრიგადის მეთაურის და განსაკუთრებით გენერლების იმაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ის. მოუტანენ იმას წარდგინებას, დანიშნვის ის მოაწერს ხელს. ამიტომ აი ასეთი უსუსური და უადგილო, მხოლოდ აი ასეთი მესამე მონური დამოკიდებულების ქვეყნებში შეიძლება იყოს აი ასეთი ის რა ქვია პრეზიდენტის ფუნქცია. არ არის ეს, ალა ბევრი დამიწყებს ჭკურის სწავლას, არ მინდა ჭკურის სწავლა. მე მჭირდება უმაღლესი მთავარსარდალი. თუ დაიწყო ომი, ის როგორც შევარდნაძე იყო იქ ჩასული, ბევრი არაფერი რაღაცა ისინი, მაგრამ ხო იყო იქ და ის აგებდა პასუხს და მასთან პირდაპირ შეიძლებოდა ყველა საკითხის გადაწყვეტა. ხო, მე უბრალოდ ბატონო გურამ ხო ხტებ მე მესმის თქვენი, მაგრამ მაინც გამოსავალს ვცდილობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სალომე ზურაბიშვილთან და მიხეილ ყავლაშვილთან. მოსმენაც კიდე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოლოს და ხო, ბოლოს და ბოლოს მართლა პარლამენტის თავმჯდომარე რაღაცა კანონი არ ამგონია რომ ისე უგულვეყოს თქვენაერი ხალხის მისვლა იქ, როგორც აკეთებდა ის. მე უბრალოდ ცდელობას ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ჩვენ თუ აქედან არ გავაკრიტიკეთ მისი პოზიცია, არ გამოვა. ცდელობას არაფერი არ უდგას. არ ამგონია რომ თქვენაერ დამსახურებულ ხალხს, თქვენ და თქვენ კოლეგებს არ შეგხვდეთ და რაღაცაზე არ ელაპარაკოს. არ დაელაპარაკოთ რაღაცაზე. რა შეუძლია, რა არა, ვისაც შეუძლია, იმათმა ერთად მიიღოს გაწყობა, იმიტომ რომ სხვა სისტემა ყალიბდება, სხვა გეოპოლიტიკა, სხვანაირი პოლიტიკა ოცნებასაც უწევს შეიცვალოს. როგორც ტრამპს მოუწია ეხა ჩათრევას ჩაყოლად ჯობია და საკუთარი რეგიონის გაძლიერება ვიდრე სადღაც დასავლეთის და რაც აი ბაიდენს და მანამდე ქონდათ, ხო? ასე უწევს, აქ სხვა პოლიტიკაა. ოცნებას სერიოზული პრობლემები ექნება თვითმმართველობის არჩევნებზე და სხვა ნებისმიერ არჩევნებზე, თუ მან არ დაიწყო უკვე მართლა ის გამოსწორება იმ საკითხების, რაც დაწყებული სოციალურიდან დამთავრებული უმაღლეს თქვა სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტებამდე. ეს მან იცის და დარწმუნებული ვარ ამას ხვდებიან, მაგრამ აი ეს მცდელობები არ უნდა დავაკლოთ ხო მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ეთერი გვაქვს, გავაკრიტიკებთ შეუულებრად, არავის ამოსარდებელი არ აქვს. ამიტომ ლაპარაკი. ბატონო მერა. კანონებს ჭირდება თავისი გრადაცია, რომელი კანონი და რომელი დღეს არც ერთი კანონი არ არის. აი პარლამენტის თავმჯდომარეს რად უნდა ლაპარაკი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა, უბრალოდ არჩეული იქნა პრეზიდენტად, ხო? ყველა კანონი რაც იყო მანამდე, სადაც ერთპიროვნული მმართველობა იყო და პრეზიდენტი ერთპიროვნული იყო, ხო, მართავდა მას სახელმწიფოს. ეს კანონები ყველა გაუხდა. იმიტომ დღეს პრეზიდენტი მართავს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტო ქვეყანა არის. ეს ყველა კანონები აღარ არის უკვე. ეს კანონები უბრალოდ უციან, როდის შეცვლიან მას. იმიტომ რომ სანამ ახალი კანონი არ არის მიღებული, ის ძველი კანონი მოქმედებს. როგორი მოქმედებს ძველი კანონი, მას ფუნქციები სხვანაირია. ის არ გაუგეთებია, ისე წავიდა სალომე ზურაბიშვილი, არცეთი კანონი არ შეუცვლია. ხო და ამას რა იგზულოთ? პარლამენტი იქ ხო არის კაცო ეს პარლამენტი. ხო და მაგას ხო პარლამენტში თუ არ იქნება სამხედრო ვიღაცა, იქ არაფერი არ იქნება. ხო, არ ვიცი, თავიდან არჩევნებში რა ვითომ მე შეიყვანო. ჩვენ მადასვენ ამ ძეს ლაპარაკობ იმ სტუდიიდან, ამ სტუდიიდან. კი, მაგრამ არა, მე ვამბობ რომ რაღაც გამოსავალი ხო უნდა იყოს. გამოსავალი არის. არა, რა პარლამენტის არის ეს არის. არც პარლამენტს, არც მთავრობას ჩვენი ის არ აინტერესებს. ხო, ნუ აქვნა არა მომდა რაღაცა უნდა ვიბრძოლოთ ეხა ახალ შემართებაში. ეს საზოგადოება, რომელსაც არ უსმენს, გასული არიან იმაზე პარლამენტის წინ და იქ ესე იგი მიტინგებს და იმას ატარებენ. მე არ მინდა ეს მიტინგები და ისინი, მე არ მინდა საქართველოს ისევ გაეხლიჩოს. მაგრამ ამათაც ესე ჯინზე რო შეждენ და მარტო ესენი არიან თავ და მარტო ესენი აკეთებენ ყველაფერს, მარტო ამათი ოლიგარხები, რომლებიც მოქმედებენ რომელი ოლიგარქი არის? ოლიგარქი ყველა გადავიდა პოლიტიკაში. და ყველა პოლიტიკაში გადავიდა ოლიგარქის იმაში, ფუნქციებში. დაჯდა. სხვანაირი არაფერი არ არის. ჟურნალისტები ვინ გახდნენ? მეძავეები გახდნენ ჟურნალისტები. და მხოლოდ მეძავეები, რომლებიც აი თავისი შრომით და იმით, რასაც ისინი აკეთებენ, მე შეიძლება არ ლაპარაკო ეთიკურ არაფერს, მაგრამ მხოლოდ ისინი მუშაობენ თავისი იმით. და ვინ უნდა ისახან პოლიცია, რომელსაც ესე იგი ფორმაცი გაარჩევ მარტო პოლიციას. და ისი არ არის, იმიტომ რომ 1000 რაღაცა რომელსაც ლაპარაკობენ, ეს არის ყველაფერი. იმიტომ რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს სახელმწიფოში არის, ეს სახელმწიფო მდგომარეობა და თანაც ეს დასავლეთის რომ ათეხმარება, მე ძალიან ისე მდგომარეობაში ვარ, მართლა არ შემიძლია, აი მაგალითად ღამე წესიერად დავწვე, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდება. ჩვენ შვილებს, ბავშვებს, სტუდენტებს რა მოუვათ, იმიტომ რომ ის ფული აქვს, უამრავი ფული, აი ხო ხედავთ ტელევიზიას გამოთიშეს იმაზე, რომ ძალა აქვს.
და აი მიდის უკვე რამდენია მალე 50 დღე იქნება ხომ ეს მათი პროპაგანდაა ხა მაგად გარასერეთ კი არა პროპაგანდა მაგად გარასერეთ თუ ამ პროპაგანდას გადაყვა მთელი საქართველო და აი ამათ ჯინიანობას არ მოინახა რაღაცა გზები ხო და ეს გზები არის კანონით უნდა დაისაჯოს ყველა ხო კანონი ის ხალი რომელმაც დაარტყა ხელი კი არ უნდა სოლიდარობას კი არ უნდა უცხადებდნენ ჟურნალისტი რომელმაც დაარტყა პოლიციის ხელი პირდაპირ ეთერში დიდი ბოდიში ხა ხალია კაცია თუ რა არის მე თქვენ სამხედრო ხარ თქვენი პროფესია გაგვენდა ვის აქვს უფლება თან ხალხს რომელსაც ხელწერილი ქონა დაწერილი და დაარტყა ჟურნალი გამოვიდა და პოლიციას დაარტყა 5 წუთის მერე ხელი როგორ შეიძლება ითქვას რომ არ უნდა დაისაჯოს როგორ არის ის და ნელსონ მანდელა ან ვიღაცა კიდე პოლიტპატიმარი რა ქვია სინდის პოლიტპატიმარი ეს არის რომ კანონი უნდა იყოს კანონი ყველასთვის ვინმე ჯადის დანაშაულს უნდა დაისაჯოს მე მესმის თქვენ რასაც ავთ მაგრამ ეხა იმათ ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას იმათ ვერ გადავაყოლებ იმათ გამო მე ხა ეთერს ვერ გავაჩერებ სანამ შემილია ამიტომ მე უნდა ეხლა ვანჯღრი ოცნება რომ ხალხმა მოგსახმა გავიდა აიღოს ამას ხმები ვაღიარებ ამაზე სხვა აიღოს ამას ხმები რომ არ აიღოს ამას ეს ხმები 2 წუთში გადმოაგდებდა ის დასავლეთი იმიტოა რომ იბძვის მაგრამ ეხლა უნდა ვაჯანჯყაროთ რომ გააკეთოთ ეხლა რა უნდა თუ იცი ხოშტარია ეს გარეწარი ხალი ხოშტარია უნდა დაიჭირონ იმიტომ რომ ხოშტარია ქალმა გუჩინ ბათუმში დაარტყა ხელი პოლიციას დღეს სამეგრელოს ჩავიდა დაარტყა ხელი და დადის აი ხოშტარია უნდა დაიჭირონ მე დღეს მივმართე ყველას ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად და ყველაფრიდან ხოშტარია არის მაგალითი რომ უნდა და არ დაიჭერ მაშინ შენ ნებისმიერი ადამიანი ხვალ კანონს დაარღვევს ხოშტარია ქალი რომელიც რა იმუნიტეტი იცავს ვერ ხვდები დღემდე რა იმუნიტეტი აქვს ასეთი რომ პოლიციელებს ურტყავს აი ვერ ხვდები მაშინ გავაგოთ ციხის კარები ვისაც აღიარებული აქვს პოლიციელზე აღიარებული ვინც იხდის საჩეს ხო იხდის ეხა რამდენი პატიმარი რავი ალბათ მისმეს მიყურებენ რამდენი პატიმარი ეხა იხდის ნაკლებ დანაშაულზე პოლიციასთან წინანდობის გაწევაზე საჩეს გამოუშვათ ეს ხალხი გამოუშვათ კაცო სრულიად მართლები არიან ბოლო-ბოლო 2 დღე 2 წელი ხوار ნაშდომი მე რასაობ გეთავხებით მაგაში მაგრამ ის რასაც ისინი პარლამენტის წინ აკეთებენ ის არის პროპაგანდა რომელსაც აი დღეები აქვს დათვლილი თუ ესენი ჭკვიანად იქნებიან თუ არ იქნებიან ჭკვიანად და თუ დასავლეს ბოლომდე ეგრეთ წოდებული შახმატის პრინციპით შახს ნათქვამს მატს ჩვენ არ ვეთქვით ეს საზოგადოება მაშინ რა თქმა უნდა ესეა იმიტომ ამბობ რომ ხა თუ ყაველაშვილმა არ დაიწყო მოსმენა თქვენერი ხალხის თუ იმან არ დაიწყო მოსმენა რაღაცა უნდა მოხდეს სახელმწიფო არის ინსტიტუტებზე დგას და ავა თუ კარგად ბატონო გურამ აირჩიეს ეს აირჩიეს იმით ისეთი მოცემულობა იყო აირჩიეს გავიდნენ არა აირჩიეს ხო და ეხლა უნდა დაიცვან ეს არა მე მოდი კარგად გავყოთ კი ბატონო გავყოთ მე ვარ მომხრე ოცნებამ აიღო ეს ხმები რაც აიღო ჩესრა ოცნებამ აიღო მაგრამ ის ხალხი რომელიც პარლამენტში არის ესენი იმ ხალხს არ აურჩევია გასაგებია ხო მესმის ეს მოცემულობა რაც სიაში შეიყვანეს ეგენი აირჩიეს ეს ხალხი რომელიც იქ არის და მე უნდა მიხემძღვანელონ მე უსმენ მე 15 წელი მიდის ხომ ეს ყველაფერი უკვე მიდის ამდენი დრო გევიდა მიდის და ისინი ამის გამკეთებლები აღარ არიან და მეც აღარ ვარ უკვე პატარა რაც ასაკით მე ყოველთვის ვიცავ მინდა მე ყოველთვის კანონმორჩილი ვარ მე სამხედრო ვარ კანონმორჩილი ვარ მე ჯოხის რო დამინიშნონ მაგალითად ეს არის შენი მეტავორიო მე უნდა მივესალმო მას და მისი ბზანებები თქვენი საზომი გაქვთ ბუნებრივად ეს არის ასეთ რაღაცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენ თავზე დამაჯდე და შენ რაღაცები 2x2 5-აო და მე გითხრა 5 არის იმიტომ რომ უნდა დაგეთანხმო არა არ დაგეთანხმები შენ რო სწორად არ იქცევი არ დაგეთანხმები სწორად რო არ აკეთებ შენ რო ჯარს არ აშენებ არ დაგეთანხმები რომ შენ ჯარს რატო არ აშენებ რატო ყავს ჩვენ ყველაზე სუსტად მომზადებული ჯარი რა ოფიცრები არ გვივარგა ჩვენ რა ჯარისკაცები არ გვივარგა ქართული სული არ გვივარგა ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მაგრამ რატო არის ასეთი რატო აი მაგალითად დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე როდესაც ყოველ დღე ჩვენ ველით რაღაცა მოხდება რომ დაიწყოს ახლა ისეთი დაძაბულია სიტუაცია შეიძლება ირანთან ხვალ ომი დაიწყოს შეიძლება თურქეთთან ხვალ ომი დაიწყოს აი ასეთი არის რუბინი არის აი ასეთი პენტაგონის ანალიტიკოსი რომელიც გამოვიდა და თქვა რომ ისრაელიო
უნდაო დარტყმა გააკეთოს სარაკეტო და ისეთი დარტყმებიო იმ ატომურ ელექტროსადგურებზე რომლებიც შერდება 4 ბლოკია თითო ისინი 8 ბლოკი და უძლიერია 4.5 მეგავატი ექნება იმას გამომუშავება და იმათ ექნება საშუალება რომ ბირთვული იარაღი გააკეთონ და ამიტომ ეს ატომური ელექტროსადგურები იქ არ უნდა აშენდესო ესე იგი რა დაიწყება ომი ხომ ეს თურქეთთან ისრაელის ომი ისრაელის იმასთან ომი რა ქვია ირანთან პალესტინა თავისი დაიწყებს ამ ომს ვერ დაიწყებს თავისი ეს ომს აუცილებლად ამაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები მით უმეტეს ვიცით ახლა იმის ტრამპისა და ნეთანიაჰუს დამოკიდებულება ერთმანეთთან ხომ ამიტომ ამ სიტუაციებში ეს ომი დაიწყება ეს ხალხი საწავა ირანში ცოტა კი არ არის კაცო 86 მილიონი მოსახლეობა ისინი რო წამოვლენ საქართველოში ჩვენ ვინ დახვდებით და რას დახვდებით სად არის ეს პუნქტები სად არის გამშვები პუნქტები ვინ შემოარ 1000-ში ოხერი შემოვა მასთან და ჩვენ ვის გავშიჯათ ვის საბუთებს გავშვენთ რას გავაკეთეთ სად არის ის ბანაკები სადაც ესენი უნდა განთავსდეს ვინ შემოვლენ რა იქნება გამოივლენ გადალეკავენ ყველაფერს და ჩვენ რა ზღვა საზღვაო ძალები ჩვენ არ გვყავს ჩვენ არ გვყავს არავითარი საჰაერო ძალები ჩვენ სასაზღვრო ჯარებიც არ გვყავს ისეთი რომელსაც საზღვარზე შეუძლია დასვა და რაღაცა აწარმოოს ჩვენ გვაქვს აი ასეთი კვაზი სახელმწიფო რომელშიც ესე იგი ვერც ერთი სტრუქტურა გარდა პოლიციისა სადაც გაერთიანდა ყველაფერი უშიშროება საზღვრის დასვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და აი ასეთი რომელიც ვერ იმართება უბრალოდ ვერ იმართება და არის ჯარი რომელიც ჩაკეტილი არის სადაც ერთ სიტყვასაც ვერაფერს ვერ იწვის იმიტომ რომ ეს ჯარი არის მასთან შესვლა და მასთან ლაპარაკი და თქვენ რომელი ტელევიზია არის რომელიმე ჯარის აღარ არის არის რამე გადაცემა 1 საათიანი გარდა ჩვენისა რასაც ჩვენ მიყვარს ამის გარდა არის რამე არ არის არაფერი არც გენერლებს იცვენ არც ბრიგადის მეთაურებს იცვენ არ ჯარისკაცმა ვინ რა გააკეთა როგორი არის რა წარმატებები არის შობელს რო წერილები გაუგზავნონ და მადლობა უთხრა არა ჩაკეტილი ორგანიზაცია ისეთი ჩაკეტილი რომ ასეთ ჩაკეტილი ციხე არ გვაქვს ჩვენ ეგრე გამოდის სააკაშვილი ციხიდან და ყოველდღე რაღაცას იმას მოგძრავს რა უნდა გავაკეთოთ როგორ გავაკეთოთ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს დაძაბულობა რომელიც არის იქ აქ არის ის საზოგადოება რომელიც უმრავლესობა იქ შეკრებილი არის რაღაც არ მოწონს მაგრამ მათ არავითარი პროგრამა არ აქვს არაფერი არ აქვს მათ არავინ არ ხდება არავინ არ ელაპარაკება და არის კიდევ ორგანიზებული პარტიები რომელი ნაციონალური და ეს გახლეჩილი სამი პარტია და რა ესე იგი რო ჩატარდეს თავიდან არჩევნები ეს ყველა ოცნება რო წააგებს ეს თავისთავად ცხადია ვერაფერი არ გამოვა და ვინ მოვა ამ სათავეში აი ხოლმე არჩევნები იყოს ოცნება წააგებს წააგებს ხოლმე არჩევნები დანიშნეს ოცნება წააგებს ვერ დაგეთახმებით ბატონო არა მე რატო გეუბნები წააგებს ოცნება ის ვერ ააგროვებს 50%-ზე რა აი ხა რასაც ეს ოპოზიცია აკეთებს ხალხში რა დამოკიდებულება ამას დასავლეთი შეუწყობს ხელს ნუ ეხა დასავლეთი მაგას ებრძვის რომ დასავლეთის წნეხიდან თავისუფლდება ეხა არა დასავლეთის წნეხიდან რომ გათავისუფლდა აი მე ვლაპარაკობ თავისუფლდება ჯერ არ გათავისუფლდება რომ თავიდან არჩევნები დაიწყოს რომ დაიწყოს თავიდან არჩევნები ეს ასე იქნება რომ დაინიშნოს თავიდან არჩევნები ეს ასე იქნება იმიტომ წაგებული იქნება უკვე ის უკვე წაგებული და სანამ არ არის წაგებული ხო ამ ხალხთან სალაპარაკოა აი ის რომელიც არ არის ამ პარტიის წარმომადგენლები მათთან არის სალაპარაკო რავი ბატონო გურა მე ლაპარაკა როცა საჭირო იყო და რა ვიცი ცოტა რთულად არის მან საქმე იმიტომ რომ ძალიან ბევრია ხა მასე ზუსტად გააგებინო და პარლამენტი ის სამინისტროები რომელიც ახალგაზრდული არის განათლების სამინისტრო ვისაიდან არის ეს სტუდენტები არა ამაში გეთანხმებით ეს პრობლემა უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენ რომ ამაში გეთანხმებით რომ აქ საბოტაჟი ნაციონალებით გატენილი კიდე უწყებები და ასე შემდეგ ამაში გეთანხმებით მაგრამ ის რომ აი ის ვინც ეხა ცდილობს ქუჩაში პარლამენტის წინ რასაც აკეთებს ის ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის დახმარებით ეს გააკეთოს და ის რომ ხვალ არჩევნები დაინიშნოს ოცნებამ რომ რაბიჯი გადადგას ეს თქვათ მე ცოტა არ ამგონია ჯეგეთ არც უნდა დაინიშნოს იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხარჯია მაგრამ თქვა დაინიშნა რასაც ესენი აკეთებენ ხალხს უფრო მეტი ზიზღი აქვს დღეს ინტერაქტივი მქონა ბატონო გურა ამ თემაზე ხვალ არჩევნები დაინიშნოს მაინც ოცნება უფრო მეტს აიღებს იმიტომ რომ ის რასაც ისინი აკეთებენ პირიქით უფრო გახდება საფუძველი იმისო ოცნება მე ხა საკონსტიტუციო აიღოს აი ამდენს იზავენ
არ იქნება მასე ბატონო. მე ჩემი აზრი მაქვს და გეუბნები. თორე ის რომ რაც სამინისტროში ხდება, პარლამენტში რომ სამხედრო არ არის, ამაზე მეც ვბრაზდები, მაგრამ და შეიძლება ყველა საპატიო მოკაცია. მე ვილაპარაკე, ხო, ვინ უნდა იყოს მინისტრები, რა უნდა იყოს, რა საზოგადოება უნდა იყოს, დედალი მამალი ძროხის ისინი კი არ უნდა იყოს და ეს ყველაფერი, რომელიც ადამიანს, ესე იგი, თუ საზოგადოებაში არ არის მოწონებული ის თანამდებობის პირი, რომელიც შენ შეთავაზე, თუ მოწონებული არ არის, შენ უნდა ხელად იცოდე, რომ ამის საწინააღმდეგო ყველა ვისაც არ მოწონს, ეს იქნება მის მიმართ დაპირისპირებული. იქნება შენ ხელად, აი ყაველაშვილი მომწონს მე ეს ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭია, ყველაფერი, მაგრამ მის მიმართ ხო უკვე დააპირისპირდა. რო ყოფილიყო იმ თანამდებობაზე, მაგალითად, ისეთი ადამიანი, რომელიც არის ბაცმოსილი, აი ისეთ 70 წელსა და ასეთ პრეზიდენტი როგორც უნდა იყოს. გესმის, რომელიც აჩქარებული არ უნდა იყოს და აი გადაწყვეტილებებს რომელსაც უნდა ღებულო, რომელიც ავტორიტეტი იქნება ყველგან, მეცნიერებში, სამხედროებში, საზოგადოებაში და იმის მიმართ აი ასეთი ის არ იქნება დამოკიდებულება. ამას მე იმიტომ კი არ ლაპარაკობ. იდეალური სახელმწიფოს პირობებია, ეს მე ლაპარაკობ, როდესაც არჩევ ვიღაცა და რატო ლაპარაკობ კოალიციურ მთავრობაზე. მე ისიც მინდა რომ ამ სახელმწიფოში ხო უნდა იყოს ისეთი ადამიანი იყოს იმ თანამდებობაზე, რომელიც ყველაზე მეტად ღირსია ამ თანამდებობაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს პატრიოტ ალიანსიდან იქნება, ოცნებიდან იქნება თუ თუნდაც იმ ნაციონალებიდან იქნება. ხო, მაგრამ რეალ პოლიტიკაში დღეს ამას აქვს მნიშვნელობა ბატონო. არ აქვს მნიშვნელობა. ნუ აი დღეს ეს თანამდებობის პირს, რომელსაც ნებისმიერ დროს პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტი გამოვაცალოს და მოხსნათ, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის იმ თანამდებობაზე მოდის, აი მე და თქვენ რას ლაპარაკობდით. ყველა პარტიამ შეიყვანეთ ერთი სამხედრო იმაში. რატო ლაპარაკობთ ამას? ნაციონალური მოძრაობიდან აი დევიდ ჭანკვეტაძე რო იყო. ჩვენ ვაბოთ, კარგია რო არის იქ. იმიტომ სამხედრო საკითხებს ის გადაწყვეტს ისე როგორც საჭირო არის. ის მინისტრი რომელიც იქნება თქვა ეკონომიკის მინისტრი. ის ეკონომიკის საკითხებს იქ როგორც არის საჭირო ისო გადაწყვეტს. თავისი განათლებიდან და იქიდან გამომდინარე. ჩვენ რატო გვეშინია? აი ყველა უნდა იყოს ერთი პარტია. რატო უნდა იყოს ერთი პარტია? ბატონო გურამ მე მესვით თქვენი, მაგრამ ეს თქვენ იდეალურ სახელმწიფოს ელაპარაკობთ ხა? რა ძალიან შორს არის. ეს ჯერ კიდე ბენზინებს ჰქონდათ ასაკთან მიმართებაში მაგალითად. ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიყო იცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, ხო ისეთ სახელმწიფოში, სადაც იქნება დაფასებული ჩემი ამაგი, შენი ამაგი, მამა ჩემის ამაგი, რომელმაც თავის დროზე იომად რაღაცები გააკეთა და ჩემი შვილის ამაგი, რომელიც მომავალში უნდა გააკეთოს. ეს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეხლა დღეს რა მოცემულობაც არის. ეს არის ეს მოცემულობა შექმნილი არა კი ბატონო, დღეს ეს ხო ეს მოცემულობაა, როგორ არ არის ბატონო გურამ. ქუჩაში გავდივართ და ის ოპოზიცია, რომელიც აქამდე უნდა დაესაჯათ. ის დღეს კიდე აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც გინდა არ გინდა, სულ არ მოგწონდეს ხელისუფლება. სულ უზარმაზარი კრიტიკა გვაქვს და პირველი მათ შორის არ ვიცი მე. არასდროს არ გავჩერბოთ კრიტიკაში. გინდა არ გინდა, ისეთ რაღაცას აკეთებს ის ოპოზიცია, რომ სულ არ გინდა უკვე ჯინაზე მისცემ ხმას, მაგრამ აქ უკვე ჯინაზე გააზრებულა ძალიან ბევრმა მისთა ოცნებას ხარი დაუჭირათ ხო. მე ამას ვამბობ. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალური ხელისუფლებაა, მაგრამ ის რასაც ოპოზიცია აკეთებს თუნდაც მოსამართლეებს როგორც მოექცევიან თუ პოლიციას როგორც ექცევა. მინდა არ მინდა მე წავალ და ამას იმიტომ რომ ჯერჯერობით სიძლიერე რაღაცა პრინციპულობა გაიტანა ამ გუნდმა და გავიდა. ანუ იგივე მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ ბატონო გურამ, აი არ ვიცი. აბა ვისი იმედი გაქვთ, რომელი ოპოზიციაში, იმ ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობას რო ამბობთ. აი არ ვიცი, რაც არ უნდა მაგარი კაცი იყოს, თუ დევიდ ჭანკვეტაძე ნაციონალური მოძრაობიდან წარმომადგენელი უკვე მე რო წინ დამიჯდება. როგორ დავიჯერო რომ ის ქვეყნის და სამშობლოს მიერ კარგ საქმეზე სულ დოცენტი იყოს. ვერ დავიჯერებ კეთილსინდისიერებაში ვერც ერთის, ვერც დევიდ ჭანკვეტაძის და ვერავის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რო გიზის წინ. მომკალით ბატონო გურამ. დევიდ ჭანკვეტაძე რა ყველაზე ჭკვიანი გენერალია? არა, თქვენ იმას ვამბობ. მე ლაპარაკობ, ყველაზე უკეთესი არ აქვს მნიშვნელობა. ხო, მაგრამ აი როგორ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობიდან. ამიტომაც მე რა არსმე და არშიან ნაპოლეონები არ ვართ. ნაპოლეონმა დანიშნა ტალეირანის დანიშნა და ფუშეს დანიშნა. მაგრამ ტალეირანი იყო და ფუშე იყო. თუნდაც ავიცი საქართველოს არ არის მასეთები. ჩვენ გამათობთ ისეთ იმაზე. არა, კი არ გამათობთ. მე რას ვამბობ, ბატონო გურამ, რომ დღეს რა რეალ პოლიტიკა დღეს ეს არის. მე და თქვენ ამას ვერ შევცვლით. თუმცა ეთერში ლაპარაკობთ საზოგადოების განწყობაც ესეთია, თორე როგორ არ ვიცით, რომ დაფასებული უნდა იყოს ხალხი. პარლამენტში კი არა. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, მოქალაქე დაფასებული უნდა იყოს. პედაგოგი
გიდა ეს მაცხევინე რამე. ხო არა თქვით მაგრამ მე არ გეთახმებით იმაში რომ ოცნება კოალიცია უნდა შექმნა და ნაციონალ მოძრაობიდან ვინმე იყო არა მე არ ვამბობ შექმნას მე ვამბობ არის გამოსავალი არ არის ეს მე მაგას ვერ ხედავ მე ვერ დავждები როგორ ფიქრობ ბატონო გურამ თქვენ დაждებით ნაციონალ მოძრაობის წარმომადგენელთან ვინც ჯარში როინშავაძეს ის უკნა რაც უკნეს იმასთან დაждებით პარლამენტში ნაციონალ მოძრაობაში ვინც ეს გააკეთა ისინი გასასამართლებელია ჩასასმელია ციხეში რომელიც ოცნებამ არ გააკეთა ხო და მაგას მაგრამ იქ ვინც ის წევრები იყვნენ ყველა მასეთი ხო არ იყო კაცო და ვინც ნორმალური ადამიანი არის ნუ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი ნორმალური არის ადამიანი უნდა წასულიყო იქ ეს შენაბო მაგრამ ისინი რომელმაც მიიღეს ხმა და არის 46% მერა ეს ხალხია ქართველი ხალხია რომელიც შენი ჩემი ქართველები ვზივართ აი ესენია ამას არ მივიღებ არსად მხოლოდ ეს ვართ ქართველები არ გამოვა არაფერი მას სახელმწიფო თქვენ ხო ამბობთ პარლამენტში კოალიციური მთავრობა აბა როგორ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა არის ესე იგი გაერთიანებული ერი რომელიც მუშაობს კოალიციური მთავრობა საქართველოში იყო უკვე შევარდნაძის დროს აი მაგათ ვალერი ვაშაძე ეს რა ქვია ვაშაგიძე იყო განთავსების და იმის მინისტრი იყო სულაც არ იყო ეს იმიდან მოქალაქეთა კავშირიდან არ არის მაგაზე არ არის დიდი მნიშვნელობა ამაში არ არის დღეს ეგ არ იქნება თორე დიდი სიამოვნებით არ იქნება მუშის სამხედროს ყველას ექიმის ყველა პოლიტიზირება გავაკეთეთ და ამიტომ ეს არ არის რთული ეს არის ადამიანი რომელსაც არის ყველა მხრიდან რომელსაც ცნობს თავად აბა მე და შენ ვიჯექით იმაში ჟუჟუნაცი მოვიდა რომ ღეროს და ვინ იყვნენ იქ ისინი არის ჟენ კაცო ოცნება და ის ნაციონალურ მოძრაობის ის რა თქმა უნდა კოჰაბიტაცია როგორ ჩვენ ვაკრიტიკებდით დღეს პარლამენტში იმაში სასამართლოში იმაში ვინ არიან მერიაში სავსეა ნაცები მე ბატონო ამაში გეთახმები მე კი არ გეჩხუბებით ბატონო გურა მე გეუნები ზუსტად მე გეუნებით რომ ამ ოცნებამ რაც აიღო ეს ხმები მართლა აიღოთ ეს ხმები მართლა აიღო და ის ვინც ვერ აიღო ბატონო გურამ რაც არ უნდა გვეწყინოს და ჩვენი მეგობრები ვერ აიღეს მართლა ვერ აიღეს ძალით ხო არ დაუწერდა კაცო ეს ოცნება გიპატრიო თალიაზა გინდიმაზე ვერ აიღეს ხმები და რა ვქნათ მე და თქო რომ გავსულიყავდა რომ ვერ ავიღო ხმა უნდა მივარდე და ოცნებას უთხრა არ გამიშვიო ეს არის რეალ პოლიტიკიდან გამდირე ეს არის მე არ შემილია არა თქვით მაგრამ ბატონო გურამ იმაში არა ბატონო გურამ მე რა ძალიან ცხოვრა მე მაგ ჩემი აზრი თუ გაინტერესებს კი ბატონო ხო და მაგას გეუბნებით რომ მე ამბობ რომ სულაც არ არის აუცილებელი სულაც არ არის აუცილებელი საქართველოში მივიდეს გახლეჩამდე და სამოქალაქო ომამდე ვინ ამბობს მაგას ამას გააკეთებს ბიჭო რო გააკეთონ მე რაშვები ხო და მაგას ვამბობთ რომ არ წინ უნდა აღუდგეთ რომ არ გააკეთოთ თორე ვინ გაუდგეს წინ ყველა საზოგადოება და სახელმწიფო ხელისუფლება იმათმა მიიღეს გადაწყვეტილება იმათმა ჩამოაყალიბეს ყველაფერი და მე უნდა დავიცვა ისინი ვისგან ვინ იმათმა ვინ და თუნდაც ოცნება აი რაც გაგეთდა ყველაფერი დამნაშავე უპირველეს ყოვლისა არის ამაში ოცნება იმიტომ რომ ის რომ ამდენი ხმები აიღებს ამ ხმების დაცვა არის საჭირო ამ ხმების ესე იგი ის მდგომარეობა რომელიც მათ გააკეთეს ის ხალხი რომელიც 3/4 იქ ვინც არიან გამოსული ის პარტიის წევრები არ არიან იმ პარტიის მომხრები არ არიან ის პროპაგანდის ნაწილია იქ არ არის იქ ვინც არიან გამოსული 3/4 სტუდენტები და ისინი ხო ისინი აყვენ იმათ პროპაგანდას ხო პროპაგანდის ნაწილია არ აყვენ ამათ პროპაგანდას ეგ უკვე ამათმა იკითხონ ბატონო გურამ იკითხონ მაგრამ შენ თუ ეუნები რომ ამათმა იკითხონ მე ვლაპარაკობ რომ არის დაშვებული ხარვეზები რომლებსაც ჩნდება გამოსწორება თუ არის საჭირო რომ პარლამენტი შერჩეს ისეთ როგორც არის და ესენი იყოს საკანონმდებლო ორგანო რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას მაშინ დაუთმონ ის რომელიც არის კოალიციური ეს ჩემი ისინი სულაც არ არის საჭირო ყველამ გაიგონოს და ყველამ მიიღოს ნუ მიიღებს მაგრამ რაღაცა ქმედება ხომ უნდა ჩატარდეს იმ სტუდენტებთან ის სტუდენტი გამოლაღებული აქვს თვირი თუ შენ დაუშვი იქა რომ ამ სტუდენტებში ისეთი პროფესორ მასწავლებლები ყავს რომელიც დედავღავი ამბობს ყავა მინდაო იმაში დავლიო პარიზშიო და არა ჩელებენშიო და ასეთი მიდგომა აქვს და ომში მინდა წავიდეო ვინ არის ამის ის ორგანიზატორი და ისინი მე და შენ უნდა დავიჭიროთ
განათლების სისტემაში რომ გასაწმენდია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერში გეთაყვევით. რაზეა ლაპარაკი? მე 12 წელი რა ვერ გაწმენდეს. ვიცი, მაგაზე ისე გამოდის ეხლა მე კიდო მაგათ გულისთვის დავდო თავი, აღარა მაგ. მაგათ გულისთვის არა, ჩვენ გვიწევს, მაგათ გულისთვის არავის გულთვის არ გვიწევს. არც ბიზნესისტი არ უნდა იყო, არც მიჩისტი და არავინ. ჩვენ ამას რასაც ვაკეთებთ, გვიწევს ჩვენიდან გამომდინარე. რა, დასავლეთის წნეხი არა აქ ეხლა ჩვენ სამშობლოს, ქვეყანას ხელისუფლებას? საშინელი წნეხი აქ. ამისგან თავისუფლდება. კი. ამისგან თავისუფლდება. თელი მსოფლიოში რუსეთთან ჩვენ რატომ ამბობთ, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ შემთხვევაში გამართლებულია, იმიტომ რუსეთმა სწორედ ეს დასავლეთის წნეხი და ეს ლიბერალური საიდან დაიწყო ხა დამარცხება, ხო? აბა ეხლა ჩვენ ყველანი ველოდებით, კითხვაც ეს მინდა დავსვა. მაშინ მითხარით რა მოლოდინი გაქვთ? აი ტრამპი და პუტინი ხდება ერთმანეთს. უძლიერესი პიროვნება, ხა რაც არ უნდა ისე გამოვიდეს. დღეს მსოფლიოში დაუმტკიცა თუ არა პუტინმა, რომ იმ ბრძოლის მიუხედავად რაც გამოუცხადეს, ამ კაცმა ეს კონსერვატიული ტრადიციული ზოგადად აი ამ პირობებში გამოუცხადა ომი და ფეხზე დადგა. ასევე ხდება ტრამპს, ხო? აი რა მოლოდინები გაქვთ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, რომ რაღაცა ჩვენ და სასიკეთოდ დაიწყოს, რომ დავიწყოთ უკვე ქვეყნის სახელმწიფოს წესიერი გზით ჩამოყალიბება. აი ეს კითხვა აქვს მაშინ. ხო ვაღიარებთ რომ ეს ორი კაცი დღეს გადამწყვეტი ფაქტორია. ჩინეთი და აქეთი, მაგრამ ეს ორი კაცი დღეს ხო არის გადამწყვეტი გეოპოლიტიკაში. აი რა მოლოდინები გაქვთ? ბატონო, ჩემი გადაწყვეტილებით და ჩემი თქმით რომ რაღაცა იცვლებოდეს სოფლიოში დიდი ხანი არა ხო მე თქვენიც ხო და ამიტომ ტრამპი რომელიც მოსული არის ტრამპი არის მეწარმე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ის რომ ის ტრამპი მოიყვანა იქ ის მის უკან არის ის ძალები და ხალხი და ის უძლიერესი ძალები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკა, მარტო ტრამპის პოლიტიკა არ არის, ეს ყველაფერი მანამდე შეთანხმებულია, მანამდე გაკეთებულია და ამ პოლიტიკას მისდევს ის მხარე, რომელიც მხარს უჭერს იმას ტრამპს. ამიტომ ტრამპის მიდგომა, აი ომთან დაკავშირებით, ის უკვე ჩამოყალიბდა იმას, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს. მაგრამ როგორ უნდა დამთავრდეს ეს ომი? ეს ომი უნდა დამთავრდეს ისე რომ მაგალითად დაუთმოს რუსეთს მთელი უკრაინა, ასე არ გამოვა. მაშინ ისეთი რაღაცა უნდა დაუთმოს რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს საპირწონე იყოს მისი. ის რომ როდესაც ახლა უკრაინა მის ტერიტორიები რომლებიც დაიპყრო და ამ ტერიტორიებთან მიდის ახლა ლაპარაკი რამდენს კიდე შემოიერთებს სანამ იგი ტრამპი ჩადგება ახლა ამ ომი ერთ თვეში იქნება შეხვედრა თანაც შეხვედრა იქნება მარტო ორი პირის მეტი არავის ტრამპის და პუტინის. ნუ ასე არის ბატონო მაგ მოლოდინი იმას აპირებ. თქვენ წარმოგიდგენიათ ტრამპს რამხელა პრობლემები აქვს დღეს? ტრამპლამ თქვა რომ მე ბოდიშთა ფეხებზე მკიდიაო აი ახლო აღმოსავლეთი არაბების ქვეყნები სირია ისინი და მასეა არ არის მასე და ირანის იგი ბირთვული პროგრამები და ისინი მასეა არ არის მასე რუსეთს იმის ტრამპის დროს მოხდა ხო ეს გადატრიალებას რო აკეთებდნენ იმაში რა ქვია თურქეთში და ერდოღანია დღეს იქ მასეა რომ ტრამპი ისეთი არის განწყობილი იმის ერდოღანის მიმართ არ არის მასე და ის რომელსაც ლაპარაკობს ახლა ეს რუბინი ნატოს წარმომადგენელი რომ აი ეს დაიბომბება ისო დაიბომბება ისრაელი დაბომბავს არა მარტო იქ დაბომბ ისრაელი არის ის იარაღი რომელსაც გამოიყენებს ტრამპი და ყველაზე ახლოს ვინ არის ტრამპთან აი ნეთანიახუ იმ ახლო აღმოსავლეთში მეტი არავინ ესე იგი იქ ის რომ დაიწყება საბრძოლო მოქმედებები ეს რაფერ არის იცი 95% რომ დაიწყება ირანი? აი დაიწყება ირანი, თურქეთი, აი სირია და არაბეთის ქვეყნების სირია. ანუ მესამე მსოფლიო ომია რა. ნუ მეტი რაღა უნდა. მესამე მსოფლიო დღესაც მიდის. ხო, ნუ ეხლა ცივი მაგრამ. აი აქედან გამომდინარე ახლა ის რასაც ლაპარაკობს ტრამპი, ახლა მე უბრალოდ ვაზროვნებ იმაზე, ტრამპი რა სელის რუსეთთან ომის ტრამპს არ უნდა. ბირთვული ომი ტრამპს არ უნდა. არ უნდა. იმასთან იბრძვის, ვისაც არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი. თუ რომ ბირთვული იარაღი სადაც არის, ეს სავარაუდოდ 100 ბირთვული ქობინიდან 5 მაინც გავარდება, ვერ ჩამოაგდებს ერთ-ერთი სახარო თავდაცვის სისტემა მას. და ეს 5-იც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ დანგრეული იყოს ნახევარი ქვეყანა. ამიტომ ის ამის ხეს არ მიდის. ის ეძებს რუსეთთან იმ კომპრომისს. მე ასე ვფიქრობ. პირადად ჩემი ის არის. ეს კომპრომისი რა არის? კომპრომისი არის იმ დათმობებს, რომელსაც წავა ის რუსეთის მიმართ. რუსეთი წავა ამ დათმობებზე ჩინეთისა და ტაივანის მიმართ და ამ დროს ესე იგი ის მიიღებს იმ დათმობებს რომელიც არის განაცხადა ყველაფერი იმ გრენლანდიაზე და იმაზე რა ქვია კანადაზე არ განაცხადა ყველად
შეიძლება ეს გამოვიდეს, არ გამოვიდეს, მაგრამ გრენლანდიაში უკვე საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა და ყველა დაძეს და მიმართავენ პირდაპირ ტრამპს, ჩამოდი და შეგვიერთე ჩვენო. ჩვენ უნდა გამოვეყოთ, ნუ ჯერ უნდა გამოვეყოს დანიას ალბათ და შემდეგ ისახნას. აი წავიდა ზელენსკი და მოაწერა დანიასთან ხელი ტერიტორიულ მთლიანობაზე. და თუ გრენლანდიაში შევიდაო ის რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატებიო, ჩვენ ამერიკას ომს გამოუცხადებსო. ზელენსკი წარმოგიდგენია ამაზე ლაპარაკი და ისე. ვინ გამოუცხადებს არაფერს, მაგრამ ეს რა იქნება? აი საპირწონე ისინი იქნება. მე ამას გავაკეთებ, შენ ამას გააკეთე. რატო? ჩილოეთი ყინულოვანი ოქეანი დაყოფილია. ის ტერიტორია, რომელიც რუსეთსაა გაღებული, ამ ტერიტორიაზე ის არ შევა, მაგრამ სანამ ის სხვა დარაჯელი ტერიტორია არ აიღეს, ხო? იმიტომ რომ არ ყავს არც ყინულოვანი ფლოტი, არც არაფერი არ ყავს ასეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ უკვე 3 დივიზია იქ ჩასაყვანად გამზადებულია გრენლანდიაში რო დაждდეს და 3 ავიაციო დივიზია, რომელიც გადაყვანას და იმას უზრუნველყოფს მას. აი, სადესანტო საშტურმო დივიზიების ისინია. და თუ ეს ბრუნვა საკმაოდ დიდი აქვს მოემატა ჩილოყინულოვანი ხარეს რუსეთს საკმაოდ დიდი. ამას ლაპარაკობ ამერიკას რაც აქვს ახლა ჩაფიქრებული. იქ რუსეთმა რო ჩილოეთ ყინულოვანი ოკეანის ოლქი ჩამოაყენება, სარაკეტო და იმის საავიაციო ძალებით იქ რომელიც რუსეთს დღეს მშობლიოში ყველაზე მეტი კუბინის გადამტარი ავიაცია აქვს 550 თვითმფრინავი. ამერიკას 5-ჯერ მეტი თვითმფრინავი აქვს, მაგრამ აი ეს თვითმფრინავები რუსეთს აქვს აი ამდენი. ამის მას შეუძლია მქობინების გადატანა და სხვა თვითმფრინავებიც აქვს. ამიტომ ტრამპის ყველაზე პირველი მე ასე ვფიქრობ კარგებაზე რაზეც წავა, რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს სახე უკრაინის მიმართ და რაც შეიძლება იმდენი რაღაცა გააკეთოს, რომ რუსეთის კმაყოფილებას გამოიწვიოს. ან და რაღაც ზონაზე გამოიწვიოს რუსეთის კმაყოფილება. კავკასიის საკითხზე როგორ ფიქრობთ? დავამთავრე. მოუხსნეს სანქციებს მოუხსნეს რუსეთს. ალბათ დაუწმობს ამ რაღაცეებს ევროპის იმაზე, გაუხსნეს რაღაცა ბაზრებსაც და იმასაც და მოთხოვნა ყველაზე მთავარი რაც იქნება, ესე იგი როგორმე შეზღუდოს მასან ჩინეთთან აი ეს ურთიერთობებს ისინი სამრეწველო იმაზე მაქვს მე აი ნებაუს რასაც ის აქვს. მე ვფიქრობ ასე. მე ვფიქრობ ეს იქნება ზუსტად საპირწონე, იმიტომ რომ ყველაფერი სოფლიოში მიდის ვაჭრობით. ყველაფერი რაღაცა ფასი აქვს. კარგი, და ის საქართველოსთან მიმართებაში, აი საქართველოსთან მიმართებაში მე არ მგონია რომ რაღაცა შეიცვალოს უკეთესობისკენ. არ მგონია, კი ამბობს ახლა ბიზნაიმაშვილის და ისინი ამბობენ რომ ეხლა როგორც კი შევა ოვალურ კაბინეტშიო ტრამპიო, ხო, იქ უკვე დაედება იმაზე მაგიდაზეო ისინიო, აი საქართველოს მიმართულებაზე, აი ისინი. მე გეტყვის თქვენ რომ ამერიკისათვის საქართველოს ტერიტორია, როგორც ბაზა სამხედრო, არაფერში არ არის, რა ქვია, ხელსაყრელი. ვერაფერს ვერ გააჩერებს, ნუ შეიძლება ბაზა იყოს, რომელიც დაჟრა თვითმფრინავი და გაფრინდა სადღაც. და ისე რომ ბაზა იყოს, ჯარები განაწილდეს, ისინი ვერ იმათ 2-3 რაკეტა ეყოფა და განადგურდებიან ისინი. ხო, მაგრამ რუსეთისთვის საფრთხე არ იქნება ნატოს ჯარების ან ნატოს რაკეტების თემა? არა, არ იქნება რუსეთისთვის სამექალაქოში ჩვენთან საქართველოში 2 ბაზა აქვს. გიუმრისი ბაზა აქვს. ნატოში შესულით? აი ეს მოთხოვნის ამაზე რა იქნება? ვერ შევა ნატოს იქ სადაც უკვე სხვისი ჯარები დგას. ანუ რუსეთი ამ საკითხზე რო იქნება ლაპარაკი კავკასიის საკითხზე. საქართველოს ნატოში შესულით. რუსეთს საფრთხე არ ექნება? თქვათ რომ შევიდეს. ექნება და ამიტომაც არის რუსეთმა უკვე ეს ყველაფერი ჩადო. ჩადო უკრაინა, მოლდოვეთი და საქართველო ჩადო იმაში რომ ესენი ნატოში არ იქნებიან. ამაზე თუ არ დათანხმდა ის, აქ ვერაინ ვერ შემოვა, 2 ბაზა არის უკვე რუსეთის აქ. ამერიკა როგორ შემოვა აქ, რატო შემოვა აქ, როდესაც ეს ტერიტორია დაკავებული. მას უნდა მხოლოდ გამოიყენოს საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგოს ყოველთვის. ყოველთვის უნდა ეს გამოიყენოს. ახლა ტრამპი რა ხელს მიმართავს? იმიტომ რომ ტრამპს ახლა მთელი ინსტიტუტები მუშაობს მას. რა არის მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი? უკრაინა იმასთან, ჩინეთთან დაამყაროს ურთიერთობები ისეთი, სადაც რუსეთი მისი მხარე იქნება თუნდაც ნაწილობრივ და ხელს შეუწყობს რაღაცაში იმას. და იქ დაამყაროს ურთიერთობები მაგალითად, ახლა 15 რისში ჩამოდის ხვალ იმის ირანის პრეზიდენტი რუსეთში. და უნდა მოაწეროს ხელი სამხედრო თანამშრომლობაზე, როგორც მოაწერა რუსეთმა ხელი იმასთან, რა ქვია, კორეასთან. და აქედან როგორც კი ამას ხელი მოეწერება,
ურთიერთდახმარების შესახებ, ხო, ყველაფერი აი ეს ხელშეკრულება. როგორც კი ხელი მოაწერება, უკვე იქ ისრაელმა რო დაარწმუნოს, უკვე რუსეთს უნდა ჩაებოს საბრძოლო მოქმედებებში. ბატონო გურამ, მოგიდგენია აი ასეთი სიტუაცია, რომელიც აი ასეთი დაძაბული არის, ამ დაძაბულ სიტუაციაში საქართველოს ჭირდება აუცილებლად ჭკუა, აუცილებლად გოლება, დიპლომატია, ჭირდება ისეთი ადამიანები, სადაც იმუშავებენ, ისე კი არა ჩვენი ელჩი, რომელიც იყო ამერიკაში და გადადგომაზე მოაწერა ხელი და 5 ელჩმა რომ მოაწერა. რა ელჩები იყო ასეთი? მე აი მინდა გავარკვიო მინდა. როგორ იყო, რომელიც ესე სახელმწიფო პოლიტიკას არ ატარებს იქ? მაშინ რა ელჩია? იმათი ელჩია ჩვენ სახელმწიფოში? აი ეს რატო არ არის ამ საკითხზე ლაპარაკი არასდროს არ იმას ხდება. ესენი ხო მოღალატეები არიან. უპირველეს ყოვლისა. კი ბატონო, გასაყრელები არიან ყველაფრიდან. სამწუხარო ჩვენ დრო მოიწურა, ცოტა კამათი გამოგვივიდა და კარგია, მე თუ მკითხავთ, კარგია, იმიტომ რომ საზოგადოებაც რომელიც გვისმენს და გვიყურებს, ნუ ბუნებრივია, თქვა ჩვენი ქვეყანა ბატონო გურამს თავის პრიზმა აქვს და სამხედრო ადამიანია და შესაბამისად რა თქმა უნდა მოთხოვნომეტე. მე პირიქით, მე მგონია რომ ბატონ გურამს ცოტა გადაწრული აქვს იმედები, თუნდაც ყაველაშვილს რო შეხვდეს, ან და რა ქვია, ახალ პარლამენტს ყველა უნდა დავტვირთოთ და ვერ გადავწყვეტ. მაშინ აქაც აღარ ვილაპარაკოთ ხოლმე. როგორ არ დავტვირთოთ, დავტვირთოთ კი რომ მე უნდა მოვთხოვოთ, რა თქვია დავტვირთოთ. არა, უფლებები. ხო და აი ეს უფლებები რაც იქნება, ყველა ვისთანაც ერთად აქვს უფლება იმასთან ერთად. მე მინდა რომ თქვენი წარმომადგენელი ყავდეთ იქ. და მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი და ეს სადა დედამიწაა განსხვავება და მე ვამბობ რომ პირიქით გამიხარდება რომ თქვენ მიგიღონ და ეხლა თქვენ თუ იტყვით რომ ოი არ შეუძლია არაფერი და არ შევხვდები, ცდელობა ყოველთვის უნდა იყოს. რომ ვერ გააკეთებს მე რა? არა, ვისთანაც ერთად გადაწყვიტავს ის ადამიანი დაესწროს თქვა, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე. ნუ მაშინ მე ვამბობ რაღაც კომუნიკაცია უნდა ჩამოაყალიბოთ, რაღაც უნდა შედგეს. მე ხარ რაღაცად რომ ჩემი სფეროს წარმომადგენელთან რომ მქონეს შეხვედრა ყაველაშვილთან, რომ შევხვდებოდა ვეთყოდი მცდელობას რა უღირს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე რასაც თქვენ ამბობდით, მოგისმინონ მაინც და როგორ არ მოგისმენთ ეხლა რაღაცა ხო შეიძლება იყოს. ამას ვამბობდი უბრალოდ, თორე მე გულით ვამბობ ამას და მინდა რომ ის ხო და პედაგოგები იქნება, ვიღაცა პედაგოგის წარმომადგენელი იქნება, იმასაც უნდა შეხვდეს. რაღაცა უკვე უნდა დავო, იმიტომ რომ აბა სხვა შემთხვევაში რა გვინდა ყაველაშვილი თუ იგივე გააგრძელა. რაფერ ვერ ხვდები. ეს მისი ფუნქცია. ხო და გაუხადოთ მისი ფუნქცია, მთავარსარდალი ქვია, კაცო, კაც გაუხადოთ მისი ფუნქცია ხა. ჩვენ კონსტიტუციას ვერ შევცვლით, მაგრამ მთავარსარდალი ქვია და გაუხადოთ. შევცვალოთ, რატო? ხო, კი ბა თუნდაც მაგ საკითხზე შეხვდით რომ შეცვალეთ. ამას ვამბობ, თორე აბა ეჭხობეთ ხო კი არა. კავშირში სადაც არ ეს ამოსაღებია, აბა ეს ამოსაღები არის თუ არა ამაზე დისკუსია საჭირო. არავი, პუტინი და ტრამპი შეხვდება ხა ერთმანეთს და კავკასიის საკითხზე რომ იდგება საუბარი, პირველი საფრთხე კონსტიტუციაში გიწერია რუსისთვის. ყველას თავისი ინტერესი აქვს. პუტინს თავისი. ხო და ეთქვის რომ საქართველოს უწერია. საქართველოს უწერია ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა და უკრაინა რა დღეში ჩავარდა ნატოს გამო კი ვხედავთ. კი. და როგორ ეხლა ესე ვიყოთ და ამ შეხვედრებზე. ამიტომ მე მაინც იმედი მაქვს რომ ცივი გონებით სწორი პოლიტიკით, დიპლომატიით ვაჭრობა ყველაფერზე გარდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა ყველაფერზე ყველა ქვეყანას უნდა ელაპარაკო. სხვა გზა არ გაქვს 2000 წელი, 3000 წელი. აგერ უკვე სხვანაირად ვერ მოვიდოდით და ვერ გადავჭებოდით. მე მინდა რომ თქვენ არ ხალხს უსმინონ მე მინდა რომ თქვენმა ხალხმა ჯარში პენსია თუ რაღაცა რასაც უნდა წახვიდეთ, მიხვათ კეთილსინდესად მოემსახურებით. ეკონომიკის დარგში მოემსახურონ და მოусმინონ მაგალითად თემურ მაისურაძეს, იმ და მედიცინის დარგში მოусმინონ ვიღაცას. მე ეს მინდა და ამ სტუდიაშიც ამაზე ვლაპარაკობ, სრულიად უფასოდ, უანგაროდ მოემსახურებით ჩვენ ქვეყანას. და თუ გურამ ნიკოლაიშვილს არ მოусმინა, ყაველაშვილმაც და ისევ სალომე ზურაბიშვილი გახდა, მე არანაირი იმედი აღარ მექნება მაგის. თორე ქუჩაში რასაც აპირებენ ვხედავთ. დიდი ბოდიშით რო გაგვიძელდა ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი, გერანტიად გურამ ნიკოლაიშვილი, მე მერაბ ჭიქაშვილი, გემშვიდობით კარგად ზანდებოდეთ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის. ნახვამდის.